Hello guys, დაგიბრუნდით. ვაი დედა. ია. რა ხდება ვაკაო? რა ცოტა გენერალი მყავს? ერთი შემიძლია, კაი რა. და მე რამდენი კაცი მყავს? 86, რას მეუნევით და ფული 10000. აუ, მართლა როგორც მახსოვს დიხანე ვიდეო აღარ გადამიღია ხო? და როგორც მახსოვს ამ კამპანიაზე ვთქვი რომ აზრი აღარ აქვს გაგრძელებაზე მართლაც ეგრეა. ფლუგენგენგე ხოლენი. რუსები მიტევეს სასტიკად. ბიზანტიაც კაი დიდია, ბიზანტიის იმპერია. ეგვიპტეც მაგას აქვს თითქმის მთლიანი ნაწილი. არა, ეგვიპტეს ნაწილი მაგას აქვს, კი ბატონო. აქეთ ეთიოპია წესრიგით, რა რუკის მიხედით რა, აფრიკის რუკის მიხედით და ეს ეგვიპტის ნაწილი აღებული აქვს. და ქვევით ყურე სხვა ქვეყნები. ყველა არ ვიცი, ახლა აფრიკა დიდათ არ ვიცი. კაი. ერთადერთი ქალაქი დამრჩება ეს 3, ხო? ხო და დრეზდენ, სანამ მაგას დავიწყეთ, თარვარში შევიდეთ. რუსეთთან ყამაყური დინასტია ბიზანტიასთანაც, 3 დიდ იმპერიასთან მაქვს ომი. ეგ არ მაინტერესებს, კაი წამოაქეთ. ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე რა, სიმართლე რო გითხრათ. აუ იმედია რამე ფუშენი არაფერი მაქვს. კაი, იყოს ერთი ეგენი, მაგათ ავწევ დეველებს. დავენა შევდეთ არა ეს ძალიან ძვირი ღეს ახლა ამაში ეს არა ეს კაცო მოიტა 3 ცალი კაია, არჩერებიც კაია 150 მოიტა. ელიტა მეგონა უცებ ელიტა 750 ხერს ექსპერტი მირჩევნია, იმიტომ რომ ავაწევინებ მე მაგას ლეველს 500 სპიარმენი 4 ცალი 2000 გამოვა. ტრეინერზე ვაფშე 700 უნდა გადავიხადო. მოდი ვაფშე ამას ვიზაო, სპიარმენი ელიტა არა 2000, ამბავი 2000 მაგდენის გადამხდელი მაგაში არ ვარ. ეს რეკრუტები და ეს წავიყვანოთ. 2000 ამაში გადავიხადოთ. მოიცა კეპსიტში შევიდეთ. ბევრი მყავს პრინციპში და რადგან მე აქ მეფე ვარ, რეპს პატივისცემა მარტივი ასაწევია მაგათი გაშვებით და მოდი აი ასეთი რაღაცა გქნათ. 5-ნი არიან? კაი, მაინც ავიყვანოთ 5 კაცით რაღაცა არის. ეხლა გვყავს 111 კაცი. უცებ ეს დავიჭიროთ. ეგრე, კაია. ათაკ, რა თქმა უნდა. ამას ექსპერტის სპიარმენი რეკრუტები, ტრეინერები. კაი, მოიცა. ფენსელიტა 12, კროსბოუერები, ეგენ სუსტები არიან, თავარია მაღალდონის არ არის ექსკროსბოუერი, თორე ისე მაგრები არიან. 9 სპიარმენი და 5 კროსბოუ ექსპერტი, ეგენი ტვინსბურგები იქნებიან და კროსბოუ ელიტა 6, რასი ძახი. მარა 100-ნი არიან მთლიანობაში. არ ეტყობათ აქ 100-ის. 12 რა არის ფენსელიტა, 10 კროსბოუ ტრეინერი, ეგეც ცუდია. კაი. აქ წავაგებ ახლა მე თუ არ ვიბრძოლე და მე ჩემს ტაქტიკას გამოვიყენებ ხოლმე რაც ამართლებს ხოლმე რა. 2 კატაპულტი მაქვს. ბათლსიზი იყოს ეგრე შორტს დაყენებული ჯობს და 600 კაცი და მაინც მაგდენი არ ვარ და ჯობს მე მომავალში დავუწიო ეგ, რადგანაც ცოტა FPS ხება ხოლმე, ახლაც არ აქვს სულად კაი დღე 30-ზე და 23-ზე იყო, 40, იყო წინაზე 600 კაციანზე ვითამაში. ცალკე კამპანია მაქვს მე ჩემთვის გასართობად 1000 ერთხელ თუ შევარ ხოლმე. ბიზანტია შევუერთდი, ჰანიბალ ბარკა დავირქვი და ბიზანტია ნამხელა იმპერია გავხადე.
გენერალი გავხდით სხვათა შორის, მაგასაც განახებთ, თუ მოგინდებათ მე დავიწყებ მე კამპანიას ხვის შეუერთდები. ის აქ ხეტიალს. ესენი მოდიან ასე იგი აქედან. კაი. ეხლა გამოვიხედოთ კაი. ანუ იქითკენ დავალაგოთ. თქვენ ეხლა ცოტა მივახლოვოთ, ცოტა მივახლოვოთ და ასე დადგებით წამოხვალთ ასე ეგრე. თქვენც ეგრე დადგებით წამოხვალთ ასე ეგრე. მერე თქვენ წახვალთ აქ წინ ჩაულაგდებით დეფენსში რომ თუ რამეა შეაჩეროთ იმათი კავალერია და მოიცოთ სანამ თქვენამდე მოვალ თქვენ ეგრე და წადი დადიქით ასე ეგრე. თქვენ დიდ ვერაფერს ვერ გააკეთებთ ვიცი, მაგრამ მაინც. კაი. თქვენ მოდი წამოდით ასე დადიქით იღავით აქ. ეგ არის. აუ რაც კავალერიო ვაფშე არ ყავს, იმედია კაია ეს მაინც მაქვს. ამით რაღაცას მაინც გავხდები. პაპრა. კაი გზელი შუბია. სად არის ახლა ჩემი კავალერია? აგერ არის. ნაოცხენი მოუკალი. 111 კაცი ვართ. ერთი მათ გადავხედო დალაგდნენ, ხო კი? დავიწყოთ მაგამდე ისინიც მოვლენ. კატაპულტებით დალაგდებიან. ესენი ერთად ჩალაგდნენ და მტერი გამოჩნდა ისე ცოტა პირობი მეწია, კაი იქნება. კაი მოიცა, აი აქ რო დავაყენოთ სადღაც. აი ასე. მოდი უცებ შენ წამოხვალ აქ. ეგრე. შენ წამოხვალ მანდ. და შენ წამოხვალ აი აქეთ სადღაც. აი აქ დადექი. მიდი ესა ეგრე. ესეც ეგრე. ესა ეგრე. ესა არის კაცო. ესა ეგრე. შენ აი აქ დადექი. უკვე მოხვედით ეგ არ გვაწყობდა. რა გამაძრეს ბიჭო სიფათი, კაი არა უშავს, აქედან ვაკონტროლოთ. ცოტა მოვუშვათ, კატაპულტები არ ყავთ, რაც კაია. მიდი და კავალერია წადი შეტევაზე. ერთი შევხედო იმათ კავალერია კიდე ყავთ, აღარ ყავთ. მაგის გამო ეხლა თქვენ კი არა წადი შენეგ და თქვენ წადით შეტევაზე, ასე, წადით შეტევაზე და თქვენც წადით შეტევაზე, თქვენ იყავით ეგრე 66, 78-ზე რას მეუბნე 27, 18, 20, 12, აუ იმათო მაგრამ მოგვიხოცეს. მიდით რა კავალერია მეც არ მყავს დიდი, მაგრამ მაგათი მიძევა. მიდით რა რეკრუტი ნახე, ტრეინერი მოკლა. მიდით ბიჭო და გამდენი ხარ, დაუშვი ნახე, დაუშვი დამეს. ნახჩემები არის ესა ხო, იმათი კაი მოხარია. 49 ცუდია. დიდი ალბათობით აქ ეტუეს დავკარგავდა. მან დაღარც ავიღებ. გონი მაგათ ეგენი მივატოვო და წავიდე ინგლისის ტერიტორიაზე მანდ მირჩევენ, იმიტომ ეხლა ესენი ძალიან ისე მიცხადებენ და ალყაში ვარ მე ყველა მხრიდან მაქვს ხომ ინგლისის ტერიტორიაზე დავიწყო მე ერთი მხრიდან მაქვს მარტო დასაცავი და იმერთ ხარეს მარტივი ეხლა ასე წინ დავგან სირბილი ხოლმე პენისბურგობა ტიპე მინახე რაღა დამრჩა. მარა ამოუქაჩეთ ჩემი სტრატეგიით. თავიდან ცოტა დავიწყე და ისე დაბალი იმის უფრო
მაღალი დონის იუნიტები იყვნენ. და მართალია 11 კაცის მეტნი ვიყავით, მაგრამ იმათ ჩემს სტარტად რომ გამოვიყენებ წავაგებით, რადგან უფრო მაღალი დონის იუნიტები ყავდა უფრო ბევრი. მართალია კავალერია საერთოდ არ ყავდა თითქმის ერთი ყავდა ეგეც მაგაც კაი ბლომად მოგვიკლა, მე პირადად მომკვლა მაგან. ისო გამიმარჯვეთ და რამდენი დანაკარგი, აბა 53 კაია რეკრუტები ხო კაი. სპიარმენებიც კაი, ექსმენებიც კაი. X-Men elita კაი, ეგ ცუდია. რეკრუტერები კაი, crossbowmenებიც ცუდია. რეკრუტებიც კაი, X-Men ტრეინერები და Fence elita ცუდია, Archer expert ცუდია, Archer Knight Archer elita 3, Knight Spear elita Archer expert-ი ანუ კი, მაღალი დონის იუნიტებიც მომიკვდა, მაგრამ უმეტესობა მაინც დაბალი დონის იუნიტები იყვნენ მკვდრები და სამაგოდ ეხლა აქედან დონეს აიწევს თითქმის 51-ე რაც დამრჩა, რავი, რაღა დამრჩა აღარ ვიცი. ეს მოიტა ეს გაუმადგება. თქვენც მოდით 11-ვე ვერა, მაშინ რეკრუტერი გადავიდეს მომოვიდეს ელიტა. მე რიაქა crossbowmeni და fence elita მოდი იყოს ეს იყოს ეს მირჩევნია და 7 კაი ხო აჰა და მოდი უცებ capacity ავიყვანოთ 7-ვე და squatch-ი შევიდეთ და ოპა რეკრუტე ესენი გავუშვათ არჩერზე შენც ადის ელი ექსპერტზე crossbowmenები კაია 7-ვე გაძლიერდნენ და გადაიქცემი რაღაცა უფრო მაღალ დონით. ესეც არჩერი უბრალოდ ნორვეგიული, ესეც X-Men-ი გავაძლიეროთ. Spearmen-ი ეს მოდი გავაძლიეროთ ამი მხრივ, რადგან კავალერია უკეთესია ბევრად, X-Men ტრეინერი ბევრს მომთხოვს, არა? Spear expert-ი 9-ვე ელიტაზე ბაზარი არ არის, მიდი ეგ არის. და კიდე რამდენია, ენახე, 75 კაცი დამრჩა. ნაჩვენ ტრეინერი 70, მიდი გავუშვი 70-ვე რეკრუტერი გავუშვი, მიდი არჩერზე 15-ვე Night Archer expert-ი 165 ბევრია მაგისთვის 50 გადავიხდი მაგაში Archer expert-ი მაგაში გადავიხდი 50 თუ მაგაში ხლა უკვე გადავიხდი ავერნა capacity არაო მან აზრი აქვს 2 მივიდე მიწასთან გამასწორებენ მან რომ მივიდე და არ მინდა ვეთ ჩემი ტაქტიკაც კი არ მიშველის მანდ ისეთი ამბები ხდება მოიცა სად მოდიხარ მომდიხარ შედი აქ ტავერნაში მოიცა სანა ტავერნაში ხარ მან რეკრუტერები აიყვანე მე ტავერნაში გადადი რეკრუტერიც აიყვანე ეგეც აიყვანე ტრეინერიც აიყვანე ექსპერტიც აიყვანე ესეც აიყვანე და ერთი ესეც აიყვანე ესე ეს არ არის ბაზარი ეგ რომელია 48 მაგრამ პრინციპში დიპლომატია make-peace შევიდეთ და ბიზანტია მოდი რუსებთან არ უნდათ ამასთან you will have make peace 15000 კამაკურა და ბიზანტიასთან უნდა კაი ისე ბანდიტებთან რო შვიდობა დამედო ეხლა ცუდი არ ექნებოდა არა სანამ სახელმწიფოს არ შექმნი მაგამდე არ დავდებ იმიტომ ბანდიტებისგან კაი ფულის შოვნა შეიძლება და მაგის დაკარგვა ცუდი იქნება ეხლა ჩემთვის 750-ები მაგრამ გავამადგება ეგეც გავამადგება ვიოლენტების შედია 9-ი წამოიყვანე ნორვეგიული კაი 124-ზე დავიდით, მაგრამ ძალიან ბანძი არ მიიღოს, ეხლა ეს უნდა გავწორთნათ. მაგამდე მანი არ მაინტერესებს. ესენი ცალ-ცალკე მაინც რო იდნენ, კაი იქნებოდა.
ნორვეგიასთან მორჩენილი გვაქვს საქმეები. აბა ერთი რამდენიარენ გავიგოთ. შეტევას არც ვაპირებ ათაკ. რამდენი ხართ გავიგოთ 3136. კი. ჩემი 124 კაცი თქვენ გაგიმკლავდებით, კი. შენთან ომი არ მაქვს. ჩემი ჯარით კი თქვენ გაგიმკლავდებით. მოიცა. ამას რო შეუტიო თქვენ დაეხმარებით? ესენიც მივიდნენ ხო არ მეღადავებით. თითქოს 4000 კაცი არიან შიგნით. რა გინდოდათ ანა თომას ვაიმე 7 კაცი უნდა დავთმო? 7 გადათვი და გაიქეცი შენი. რამდენი არიან? ბევრი იქნებიან ახლა. არა. სადი კიდე 7 კაცი დათვი და გაიქეცი. ეგრე. Wait. აუ იმას შეუტიე, ეს ეგ გამაკლდა რა. მოდი აქ თავერნაში შედი, crossbowmenები ეგეც წამოიყვანე, ეგ ძალიან ბევრია, ეგეც ესეც ნაითები ესენი მხედრობა. კაი, ესენი წამოიყვანე ჰამიდი, სპიარმენი, ტრეინერი, ეგეც წამოიყვანე და აქ ექსპორტებიც გაიძვირია. მაგრამ კაი, 19000 რამბავი 19000 ბიჭო. მარკი ცელსის არ მაქვს არაფერი, კაი. ვაიმე, ვასაკეთებ, პროსტ ჩდია. Wait, მოიცადე. აუ, რამდენი არიანო? უნდა დავთმო. და გავიქცეთ. აუ, კიდე იმდენმა დამიჭირა. წადი ეგრე. აი, შენ მარტო რა რისი თავი გონია რომ გააქვს? აი, მარტო ვერაფერს ვერ მიზავ. მოდი, მარტო თუ მოდიხარ, მოდი. სათითაოთ, რამდენიც გიდათ მოდით. ეხლა თავარი კიდე რამე არაურიო და ბევრი ხალხი არ შევაკლა. ან ძალიან რთულ დღეში ვარ. არ ვიდა ეს ტეტობ დავკარგო, მაგრამ მომიწევს რომ ეს ტეტობ დავთმო და ინგლისისკენ გავიშურო. სანამ მაგას დავიწყებთ. ოპა, ეს ნახე. რამე კაი, უფრო კაი ადგილი რომ მოვძებნოთ. ბიჭო, ნახე რა კაი ადგილია ესა. იმედია აქეთკენ როგორი აპ. 900 კაი ადგილიც არ ყოფილაო. კაი. ასე იგი მოდიან ეგრე, ხო? ეგრე დაყენდით. ოპაც. ეგრე. მერე თქვენც მიუწუწკდით ეგრე. აი ბლომა წავიდნენ. მერე თქვენ დადექით და იყავით აქანა სიმონ. თქვენ დადექით და წადით ასე. მერე თქვენ რამდენი ხართ? აბა ეხლა ცოტა მეწნი ხართ, ხო? კაი. და პატარა ესა, ხო. და პატარა ელუკა და ეგენი სად გავუშვოთ. პრინციპს ასგანან მანდად კარგად არიან. მაგრამ ცოტა ესე იყოს. რამდენი არიან ზუსტად 100-ნი? 109-დაში. როდის ეგენი მოვლენ, პირველი მხედრობა გამორბის, რა თქმა უნდა. პირველივეს თუ მხედრობას გავუნადგურებთ, მაგაზე კაი არაფერი არ იქნება. ვაფშე მოდი თქვენიც ას გეტყვით? აი ამას გეტყვით რომ გააკეთოთ. და წამოდით ეხლა ასე.
რა გავაკეთე, მოიცა, ეხლა თქვენ წადით შეტევაზე, ეგრე. ამახო ტვინი გაბურღა, მანდაც ტვინს გამიბურღავ, შენ მე ვიცი. level up ბაზარი არ არის, აბა ეხლა რა მინდა, ტაქტიკაც, ინჟინერიაც კაი იქნება და leadership თავი დავანებოთ, ტრეინინგი თავისით რა გვინდა. Blacksmith-ი არ მინდა კაცო. თავისად აიწეს ეგ გამოყენებისას horse riding-ი. horse riding-ის თავისით ავწერდით, ეხლა მე ვიყენებ პოლამს, ამიტომაც ეგრე გავუშვათ, სიცოცხლე მოვიმატოთ, მოდი. 20-ით. გავხადოთ 80 და დანარჩენი გავუშვათ პოლარმზე. და ეზლეთიკი თვითონ მოგვემატება ნენელაობით. და მეც მოვიმატებ ხოლმე, რა თქმა უნდა, და სტამინა ჩემის თვითონ გავიზარდო. ბიჭო, რა ხდება? დემეიჯი საერთოდ არა მაქვს. მოგდი შენ. ეგა. დავიდა დახოცეთ ამათი. ხედრობას მინადგურებენ, ერთი ეგ არის ცუდი. 12 მეტი არა, კაი რა. მომთარიან შეკრებილები და ეხლა მოვუხოთ ამათ ბოლოს. აუ მომკლეს, რას მოვუყეთ ბოლოს. პაპა. თქვენცა შეტევაზე, სად ახარ? თქვენცა შეტევაზე, წადით. ამათი შეტევაზე გაგზავნა და მოვიწყოთ წეღან, ხორს არჩერების. აუ ამათმა ხორსებმა ტვინი გაბურღეს. ჩვენ აღარ დაგვრჩა, არა თელი, როგორ არა? კი. რას ჩამდიჩობენ ბიჭო? იქ ძალიან ბევრი არიან შეკრებილნი და რა აზრი აქვს? ნახე ძმა, ჩვენებიც არიან ერთი. და ჯოური. მაგრამ მანდ განადგურე მაგა თუ ნაითებმა არ მოუღეს ბოლოს. იქიდან კაია ხუთ არჩერები ახო დაადგნენ ფლანგზე. და წავიდნენ პირდაპირ იმათი არჩერები განადგურო. მაგრამ ეგრე მითითება არ შემიძლია სამწუხაროდ, ეგ ცუდია. აი ტოტალ ვარისებს გავსეთ რომ იყოს მითითება რომ შეგიძლია კაი იქნებოდა. უბრალოდ შეგიძლია დეფენსი რა, უბრალოდ შეიძლება დააყენო, დეფენსიც ვერ აყენებ. როგორც Mountain Blade-ში რომ შეგიძლია დააყენებ, რაც დეფენსი მიუთითო და ფარებით აიფარონ და კავლერი არ გაატარონ, ეგრე არ არის აქ. ეგეც რო იყოს ძალიან კაი იქნებოდა ბრძოლის ბრძოლა რო უფრო განმავითარო, უფრო კარგი რო იყოს ხოლმე ბრძოლის ისინი. ეგ ძალიან კაი იქნებოდა. იმიტომ ეხლა რო ვალაგებ რა აზრი აქვს, უბრალოდ წინ ვალაგებ ხოლმე და მაგათ ვაკლავ იმებს არჩერებს და იმათ არჩერებს და ჩემი არჩერი მაგამდე ბევრი 20 ყავს, მაშინ და ეგ სტრატეგია კაი, მაგრამ ჯერ ბევრი არჩერი არ მყავს. და თუ მყავს ესა და დაბალდონიანები ყავს, და მაღალდონიანი უნდა მყავდეს. ექსპერტი მაინც უნდა მყავდეს რა. ეხლა ნახე. გადაუარეთ 53-11-ზე. ვაი, მიც გადამიარეს. მაგრამ ნახე რა დაბალი დონის ისინი ყავს. ყველაზე დაბალი დონის ისინი არჩერები ესენი. ნახე ცოტა ესა ერთი ტრეინერს ხედავ, 2 ექსპერტს და 1 ელიტას. დანარჩენი სულ დაბალი დონისები არიან. იქ წინ კიდე 2 ექსპერტი დავინახე. 3 ექსპერტი. ესა ის მესამე ტრეინერია. იქ კი რა ხდება, აბა მოიცა. აქ ფლანგზე რა ხდება? ეს ვიცით, ეს crossbow ტრეინერები არიან, კაცო, ეს ექსპერტია. ესეც ეს დაჟე ელიტა. ეს არის Holy Roman იმპერიის ისა რა. 39-2-ზე, კი ანუ იმედია დიდი დანაკარგი არ მივიღე ეხლა და აქ დიდ ციფრს 64 რეკრუტები არიან ბლომად, ეგ კაია.
და ეს ნორვეგიელი რეკრუტი 13 ნორვეგიელი რეკრუტი მყავდა რას მეუნები ძალიან ბევრი ამომიხოცეს კაი რა 64 რა ამბავია ასე კი 64 თუ მომიკლეს ბიჭო 47-ნიღა დამჩნენ ეგრე გამოდის არა 47-ნი კაცო და მეც 111-ნი ვიყავთ 111-ს გამოვაკლოთ 3 აუ დაუმთავრეთ 111-ს რო გამოვაკლოთ 64 სა 50 ესა 7-ია 57 რჩება 111-ს რო გამოვაკლოთ რა დავიბენჭდა არა ეგრე რჩება 57 არა 57 კაცო რა შეხლა გავიგებ რამდენი დამჭა 69 ერთი არმია მყავს 194-ნაში ანუ ემარტოა მარტო კაიცავს კაი წამო დრეზდენში უცებ ხალხი ავიზუსოთ უი მოიცა კებისითი არავინ არ მყავს დროზე ოპ თავერნაში ვინც არის ყველა წამოიყვანა ფული არა მოგჯერ მოიცა მარკეტელსის ეხლა მექნება ფული 44000 რეკრუტ აქედან ღვავე წამოიყვანე და თავერნას შევიდეთ წამოიყვანე ეგეც ერთ 750 ეგენიც კაია ნაითარჩინე ნორი ბევრია ეგეც აჰა და ოპ არა ოპ გადი თან ორნი ხართ დამიჭირეს ამათი დამიჭირეს რომან მაცილავიჩი რა მაგარი სახელი და გვარია ბიჭო კაი მაცილავიჩი ნაითარჩერი ექსპერტი 5 სპიან მერიტა სპიან ტრეინერი 4 ნაითარჩერ ელიტა 6 ნაით სპიან 4 ნაითარჩერ ტრეინერი 2 ნაით სპიან ექსპერტი 4 არჩერ ელიტა სპიანმენ ელიტა 2 აბა ეხლა ეს ეგენ დიდი არაფერია კაცო ნაით ხედრობა თუ ამას არ ყავს ხედრობა ასე იგი სულ იქნებიან 2 4 ესა 2 6 10 12 12 12-ცა 6 18 22 და 22-სა პლუს 5 27-ი ოპა 27 თავიდან როგორ გავანადგუროთ ახლა ჩვენამდე ნიკოს წესაგი ჩვენ ანუ ნაითარჩენებს თუ ჩავთვლით კაი ბლომათა ყავს გადაგიხადოთ გამიშვებთ 1260 ვითხოვთ I was not your agreement with Saint დასრული არ გამიშვეს კაი ეხლა რაღაცა გასხოვრის სტრატეგია მინდა ვსინჯო მართალი 92 ვართ ბიჭო ჩვენზე ორჯერ მეტნი არის
სად დავალაგოთ? აი აქ დავალაგოთ მოდი. Footman არჩერები რა. და horse არჩერები სხვაგან. მოდი აქ თქვენ ეგრე მე თქვენცა ეგრე მერე თქვენცა ეგრე სიო ეგენ დავალაგეთ ეხლა შენა ეგრე მერე შენა ეგრე აი აბა ეხლა დავაკვირდით კავალერია 2-4-6-2-4-6-8-9 მოსაჩენი 2-4-6-8-10-12-13 აი როჩი რა აბა რა როგორ განვითარდება ეხლა ვნახოთ აქ თქონ დავიჭროთ ეს და გადავიდეთ იქით ოპა იმე რა ცუდი არმია არის თავიდან მიამოიხოცებიან ესე თან წინ რეკრუტებო დააყენეს ტიპებმა რა რომაული სტრატეგია წამოვიწყეთ თქვენ ჰა თქვენ ელიტებო წინ დადექით რომ ნაკლები ესა დემეიჯი თქვენ მიიღოთ რადგან გაუძლევთ და ესო ჩაუთაქებენ მე დახოცავენ თავიანთი ჯოხებით ეხლა გამოჩნდნენ აი რომაელები იყნებდნენ ხოლმე ეგრე სტრატეგიას 4 ყოფდნენ რა მეომრებს ესა და მაედან როგორც მახსოვს სახელები აღარ მახსოვს ასე დახდნენ ხოლმე მაგრამ ოპა მოიცა მე მოგიყვებით ეხლა შენ ატაკ შენც ატაკ წავიდა ხო 4 მით იყო დაყოფილი ხოლმე და მე-4 კატეგორიაში იყვნენ ხოლმე ყველა ცუდი დანაყოფი ანუ ყველა სუსტები მესამე დანაყოფში მე-4-ზე ცოტა უკეთესები მე-5 ესა მე-5 მეთქი მე-2 დანაყოფში მესამეზე უკეთესები მაგრამ კარგები იყვნენ მაგრამ მესამეზე უკეთესები იყვნენ მაგრამ პირველ დანაყოფში მაინც ვერ ჯობდნენ პირველ დანაყოფში იყო ზე დანაყოფი და ასეთი გამოთქვა ჰქონდათ ხოლმე რა სახელი აღარ მოსწონს რაღაცა სახელი ერქვა და მაგ დანაყოფს და ეგ დანაყოფი რომ ჩაერთვებოდა ხოლმე ბრძოლაში ანუ რომს ძალიან უჭირდა ხოლმე მაშინ და ვინ რა დამაჭედა ბიჭო ვინ რა დამაჭედა და ხალხი ხვდებოდა ხოლმე მაშინ ძლიერ გაუჭირდა ეგ ბრძოლა რომს ძლიერაა ძალიან რანაირი ქართულია და ეგრე გამოდის ხდა წინ დააყენეს სუსტები ანუ იმათ ჰქონდათ ანუ პირველი რიგში იყენებთ საბრძოლოში სუსტები მერე ცოტა უკეთესები მერე იმათ კიდე უფრო ცოტა უკეთესები და ბოლოში საუკეთესო არმია და მე ვფიქრობ რომ ვიყავა გამიცით უმართლა გაცივებულა და მე ვფიქრობ ეგ არასწორია რა პირიქით ანუ შენ ეგრე შენ დანაყოფ წირავ რა ანუ მართალია ის გამოუწელი ახალი მოსულია სუსტია მაგისაო მაგრამ შენ იმას შანს არ აძლევ რომ განვითარდეს და გამოცდილება მიიღოს რაც რომ ეს გამოცდილებას მიიღებს ოპ ოიმედე დაი მოუვა ბიჭო ეგ არ მომეწონაი ბიჭო რაღაც არ მომეწ 17 წნი კაცი ასე გაგვანადგურეს 44 18 32 26 კაი რაში რა ვქნათ აგავა რეკრუტი მომიწევს ახლა რეკრუტერებისგან შედგენა არმიის მე მაგათი ლეველაპები და ჯობ მივატოვო ახლა
ეს ქვეყანა და რაც არის დაიბრუნე ხლა რა უყო ვერ დავიცო და ინგლისისკენ მინდა ჩამოვაყალიბოთ ჩემი ახალი ქვეყანა ცოტა წავითამაშე მაგამდე შემდეგ ეპიზოდში რომ რეკრუტერებისგან შექმნა არმია და ვაფშე ჯერ აქ შექმნიდა მე მაგის დონეზე აწევას თამაშებ ვიდეოს გარე რადგან თავის სატკივარია просто გამაჩინეს აქ აი სკვადში შევიდეთ მაგრამ რას მიჩვენებს სკვადში კაცო ხალხი აღარ დამჩა რომ ლეველები აუწიო აი ფული მაქვს ცოტა რაც კაია ინგლისთან კაია რომ ომი არ მაქვს ჯერჯერობით მაინც გაი მე შიშარა მეფე ვიყავი როგორც რომ უნდა გავიქცი აქედან მოიცა წამოერთი აქედან და გავყვეთ და აუ ძირითადად რეკრუტერები მეყოლება რადგან ეგენი ყველაზე იაფია და ჩემი ჯარი რო შევავსო რა მაგის გამო თორე ოპა ესენი ძვირებია მაგათ ვერა იმიტომ რომ ცოტა გამომივა და მაგ ცოტა თვერებს ვერ გავხვდები არ მინდა იყოს რეკრუტერები და რაც არის ამ რეკრუტერების ერთი 50 კაცი სოფელი რო ავიღო კარგად გაძლიერდებიან და მეც ავიყვან იმებზე ლეველებზე ეს სად მიდიხართ აქ ორი ქალაქია ბანდიტებს ავარს მაგის გამო თავიდან მე what ეხლა არ მითხრა რა იყვანა 7 კაცი ქებისეთი აუ ეხლა რა გადასახადები გადავიხადეო და მაგის გამო ამან ეგრევე გაძლიერდა ხო არ მეღადა ფულიც არ მაქვს რა გავაკეთო ეხლა ფულიც საერთოდ არ მაქვს ჩემი ინვენტარი გავყიდო ხო არ მეღადავებით აი მოდი სხვა რაგზა მოიცა ინვენტარზე ის ცხენი ერთ სპიარმენი დავიტოვოთ და დანარჩენი გავყიდოთ ესეც გავყიდოთ და კაი ნაჯახი იყოს ათღავიშოვი ეგეთ ესეც გავყიდოთ ეს ცხენი დავიტოვოთ ეს ფარი არ მინდა ეგეთ შენი მაინც არ არის ბევრიო დეფენსი 40 დეფენსი 53 დეფენსი 117 აი ამას დაჟე ძალიან დასუსტებულია კაცო გასაყიდია რა არის აი ეგენი დავიტოვოთ მოდი და ესენი გავყიდოთ აუ რა საშინელ დღეში ვარ გაყიდე მიდე 52000 პლუს 20000 მოცა 52000 რაიდან გამიხდა ხო არ მეღადავები თქვენ ესენი აიყვანე და ტრეინერებიც გამოდგება იაფია შედარებით აი ნორვეგიის იმენებს მაგიტოვერი წან რა ტერიტორიას რადგან ძალიან ცოტა ჯარის აყვანა შეგიძლია აი თქვენც კარგად ატყობთ რომ მან რეკრუტერებს ბუდომად გაცლებს სამაგიეროთ ანუ ზოგ შეიძლება ქალაქი იყოს დიდი მაგრამ 7 კაცი იყოს მარტო და აი აქეთ ევროპის ტერიტორიაზე 40 კაც გაძლევენ და ეგრე რა აი ეს კროსბოუმენები იყვნენ კაი შორს ისვენ და კაიები არიან აი ეს პიარმენი 400-ის გადაყრა რა ვიღირს მაგაში ავი ეს ავიღოთ ესეც ავიღოთ ელიტა არ მინდა ნაით პიარმენი იყოს მაგის განმავითარებთ მე horse riding-ი რა horse riding-ი კაცო მოც აქ შევიაროთ აქ რეკრუტერებს ავიყვანთ კაცო აქედან რეკრუტერებს აყვანა შეგვიძლიათ თავისუფლად მაგ ეს კი ბატონო აიღე კაცო მე მივატოვე ქვეყანა ახალ ქვეყანას დავაარსებ უფრო ძლიერს და იმით დაგიპყრობთ ყველას ანუ იქითკენ მაგიტო არ მიყვარს ხოლმე რომ ვიწყებ რა ტერიტორიის შექმნა რადგან გვერდზე დიდი რუსეთი მყავს იმპერია რომელიც ომს გამოგიცხადებს ეგრევე უეჭველი რადგან ხედავს პატარა სახელმწიფო სუსტს და ეგრევე ომს გამოგიცხადებს რომ შენ ტერიტორიები მიითვისოს მეორე მხარე სამხრეთ ბიზანტიელს რომელიც განადგო ჰოლირომ იმპერია და ეგეც ომს მიცხადებს ეგრევე ხოლმე და ეს კამაკურა მეტი ყაზახებს რა უნდა და თვაფშე საიდან სად გამომიცხადეს ომი მაგათი ეხლაც ვერ გამიგია იქ რა უნდათ არა ეგენი უეჭველი ომს გამომიცხადებდნენ მე თავიდანვე ვიცოდი ეგ
მაგრამ მანდ იყო სხვა ტერიტორიას ვერ ანუ ეგრე უცებ ვერ ვიშოვიდი და და მოდი მივეხმაროთ აქ მანდარა შენი მანდარა აქტადი და ამათ დაესხი თავს ათაკ და თუ რაღაცას მოგცემენ წავიდა დიდი ვერაფერი მაგრამ ეგეც კაია კაი იმ ხრივ არის რომ ეხლა შევართ ინვენტარში და ამას დავიყენებთ არმორზე კაი ეხლა უცებ ავაგროვებ ჯარს და დაგიბრუნდებით რა რო ძალიან გამეწელება და მინდა განახოთ რომ ამ ხელა არმიას ავაგრო პირველი ერთი სოფელი მაინც რო ავიღო ან რამე ცოტა რო განვაითორესავით რა კაი დაგიბრუნებით მალე თქვენთვის მალე ჩემთვის გვიან დიდი ცოტა ხანი დამჭირდება და კაი ხანი რომ 116 კაცი შევაგროვე მაგამდე შევაგროვე მაგრამ ამეხოცნე ხალხი ბანდიტებთან ბრძოლაში ხოთაშოს ზედროს კიდე მქონია სახელმწიფოები სახელმწიფო ქალაქები მე მგონა კაი ხნის განადგურეს აი ერთ გული ნახე რა ერთ გული 156 კაცი როგორ შეკარი გამაგებინეთ ძმობაში და იცავენ ქალაქს მაგრამ ბულვერკეთს წაართმევენ და დარჩებათ მარტო თორსბურგი ერთი არმიაში შემახედეთ არმია ორნი არიან დაჟე ხალხი არ აქვს ნახე რა ამ ეს ჯარშია ეს საარი დარჩენილი რომელსაც ხალხი არ აყავს ვერ გამოვიძახეთ მაგის გამო ლიდერი in battle no enough soldier combat ready time until this ვიცარაო დრო იუნიტების მე დაიშლება და კომბათი დაწყებულია ამათი სიოცხლე ნახე მეც ყავარ ამას არმიაში გამოძახებული ბიჭო მე რატო გამომიცახა გამიგვირდა მეთქი რა ხდება რატო არიან ეგრე ბევრნი მე გამომრიცხეთ მამაედა შენც დაიშალე გირჩევნია მაგ ჯარით ვერაფერს ვერ გახდები სულთანოვ რუმი განადგურდა ბოლო მეომარი დამარცხდა ზესურივალ ლორდ ეს სხვა გარჩენ ლორდები კიდე გაწმენდნენ სხვა state სახელმწიფოებში რაც არის რა ხო შევიდით ახლა სკვატში მე აქედან კეპიციტი არ გვინდა ტყვეები ან ყავს საერთოდ რეკრუტების დაბლდონის არმია კიდე მყავს ამათი ვიყვან ხოლმე და მყავს აგერ რეკრუტები 33 მყავს ეს ორი რეკრუტი აქეთ კროსბოუმენები ესენი ცოტა ტრეინერები გავხადეთ მე ნაით არჩერები 16 ნაით სპიარმენი 1 ექსპერტი 1 ნაით არჩერი სპიარ ტრეინერი სპიარ ექსპერტი სპიარმენი სვორდმენ ექსპერტი ეგარ მეინტერესებს ნაით არჩერ ექსპერტი სვორდ ტრეინერი არჩერ ექსპერტი 11 აქ ამათ თქმა უნდა მოვიდა ნაით არჩერი ექსპერტი 5 სვორდ ექსპერტი 5 სპიარ ექსპერტი ექსპერტი იქ მე აქედან არჩერ ექსპერტი 11 სპიარ ექსპერტი 2 არჩერ ექსპერტი ექსპერტ ელიტა დაჟე ელიტა ზიასულეს და არ ვიცოდი სვორდმენი 9 ნაით სპიარ ექსპერტი სვორდმენი ელიტა ანუ ესენი არიან ის არმია რომელიც ხანი მყავს ეს მაღალი დონის არმია და მაგის გამო არიან ეგრეთ ეს დაბალი დონისები ახალი აყვანილი ყავს ესენი ძნელია გაძლიერდებიან ამათ ბანდიტებს ვიჭერ ხოლმე მაგრამ თავიდან მიჭირდა რადგან მე რეკრუტებთან მივიდებდი ხოლმე წარმოიდგინეთ 40 კაციც არიყვნენ და 130-მდე ვიყავით ჩვენ და გაგვანადგურეს რასაც ქვია 10 კაცი დამჭა ცოცხალი მთელი ისა 120 კაცი 130-მდე ვიყავით და 120 კაცი მომიკლეს
დააგდეს. ზოგი გადარჩა, ზოგი დაიღუპა და მაგ ბრძოლის შემდეგ ისინი გავანადგურეთ 64 კაცი დავრჩით. იმას მაღალი დონის არმია რო ქონა, რო ყავდა მე კიდე რეკრუტები და ძალიან დაბალი დონის არმია, მაგის გამო ძალიან გამიჭირდა. ეს ავიყვანოთ Night Archery, Trainer, ესეც ვირია, თან ნაითები არიან 750 4 წელში და Swordman Expert 2. ფული მამეთ ჯერჯერობით კარგ გვაქვს და ეს ორი ავიყვანთ რა. 4000 წამართვა ხო არ მე X-მა unit-მა 4000 წამართვა. არა ძმა მეორეთ ფაგათი აღარ ავიყვან. ჩასეივა. 150 კაცამდე ვართ. აჰა მოიცმოცა ევროპა ბანდიტიო. დაიწი, არა, ვეღარ ეწევით. ზღვაში დავეწევით. ხო, გავიგე, ზღვაში დავეწევით, მაგას უეტყველი. ვერა? ანუ უი ამერია. იქ სხვაგან ყავს გემები კაცო ნაყიდი აქ არა. შენთან ომი არა მოხდა, თორე დაგიჭერდი და იქ რეკრუტების აყვანა დამავიწყდა, კაი არა უშავს. Archery, Spearmeni, Night Archery, Trainer, 500 და 2000 მაგაში დავხარჯო ექსპერტი. პრინციპში ფული უკვე გაათმოთ, მაგრამ უკვე აღარ ამოხს კარგად. მოდი მარტო ამ არჩერებს ვიყიდი და სიო მეტი არ მინდა, ეგენი დავტოვოთ. წამოერთ აქეთკენ ისინი დამჩა გონი რეკრუტერები. და ეგენი ავიყვანოთ. რეკრუტერები კაი ბრომოდ გამომივიდა სხვათა შორის უკვე. კი კაცო. ოპაც, კაი 180 კაციანი არ მეშოკად, მაგრამ 180 კაცის ძალა მაინც არ გვაქვს. ძალიან სუსტები ვართ მაინც. ოპა, ჩავამერთვა მეფობა. არმია. აბა გადავხედოთ ახლა, იქიდან დახმარება ჭირდებათ, მოჩას. თოსბურგი დამჩა. განადგურო. არ მიხვიდე. კაია. არჩერ ექსპერტი 5 და არჩერ ტრეინერი 3. ამათ პირდა ვიგავუშვებ და 3 კაცი. ვაფშე რამდენი ყავდა თავიდან? 180 ვიყავით და ერთი კაცი მოგვიგდა? არა, ერთ კაცზე მეტი, იმიტომ უფრო მეტი დამიწერა. ესეც ავიყვანოთ, ესეც იყოს ეგრეთ. 193 უკვე. What? მაგას ატო დაუბრუნე მე ეს ქალაქი. მე ატოა ჩავიგდე ხელში. კაი მეგობრებო, აქედან დაგიმშვიდობებით. ცოტა ჯარებს ეგრე ავიკრიფავ, ლეველებს ავაწევინებ პანტიებთან ბრძოლაში. მაგას ვერ დავეწევით და დაგიბრუნდებით, ცოტა მოძლიერდებით. და გადავიღებ ვიდეოს და მე ქალაქების აღებაზე ვიფიქროთ ინგლისის ტერიტორიაზე. ცოტა უნდა მოძლიერდე და ჯარი მოყვდეს. კაი, 1-600 კაცი, 640 ხომ ყავს მაქსიმალური რაოდენობა. 640 უნდა ყავდეს, რომ სასახლე ავიღო მარტო ჩემით. მოდი ეს მაინც ავიღოთ. რამდენი არის 11 ბაზარი არ არის. A recruit of soldier will be free. You can only give your soldier to the city. A recruit of soldier will be paid. You can give a take soldier for the city. Kalakita. No recruit of soldier. You can give and take soldier from the city. უფასო დაღებაზე დავაყენოთ, მოდი. 3 ბაზარი არ არის და 6-3-ვეც არ ამოუვათ ეხლა რა ბეც გაიზიარებენ, შემომიერთდებიან. ოპ. Დგუპ.
ოპა, კაია. 7 ბაზარი არ არის, მოიტა. ცოტა მოზლიერთით უკვე 40-იანებს ვერ უკლავდებოდი ხოლმე, მიჭირდა ხოლმე. თორსბუქს დაარტყა, ბაზარი არ არის. მოდი ესენიც ავიყვანოთ რეკრუტერები. და სკვადში შევიდეთ და ერთი ამებს დაუვაროთ და ან მოდი დავამთავრე და მე დავული ამებს. კაი, აბა დაგეშვიდობით, აქ დიდი ვიდეო გამომდის და უნდა ამოვწრე რაღაცები, მიჭრა და ცოტა უნდა დავაპატარაო. აბა და აბა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Peace. Ciao ciao.